პირიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათემატიკური კონსტანტა, რომელიც გამოიყენება წრის გეომეტრიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და სხვა მრავალი მეცნიერების დარგში. მისი მნიშვნელობა დაახლოებით 3.14.1055-ია და იგი წარმოადგენს წრის გარშემოწერილობისა და დიამეტრის შეფარდებას. 14 მარტი აღინიშნება როგორც პირიცხვის დღე, რადგან ამერიკულ თარიღებში ეს თარიღი იწერება 3.14. პირიცხვი არ აღმოუჩენია კონკრეტულ ადამიანს, არამედ სხვადასხვა ცივილიზაციამ მისი მნიშვნელობა ეტაპობრივად გააუმჯობესა. უძველეს ეგვიპტელებს და ბაბილონელებს ჰქონდათ დაახლოებით მნიშვნელობები, ბერძენმა არქიმედემ კი უფრო ზუსტი მეთოდები შეიმუშავა მრავალკუთხედებით. მოგვიანებით, ინდოელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ეს მეთოდები დახვეწეს, ხოლო ევროპაში გოტფრიდ ლაიბნიცმა და ჯონ მაჩინმა შექმნეს ახალი ალგორითმები. პირიცხვის შესახებ ჩანაწერები უძველესი ცივილიზაციებიდან გვაქვს. ეგვიპტელები და ბაბილონელები ცდილობდნენ მისი მნიშვნელობის გაანგარიშებას ჯერ კიდევ ათასეულობით წლის წინ. არქიმედემ პირიცხვი გამოითვალა წრეწირის შიდა და გარე რეგულარული მრავალკუთხედების გამოყენებით. საუკუნეების განმავლობაში მათემატიკოსებმა უფრო ზუსტი მეთოდები შეიმუშავეს მისი გაანგარიშებისთვის. პირიცხვი აუცილებელია არა მარტო გეომეტრიაში, არამედ ფიზიკაში, სტატისტიკაში, კოსმოსურ კვლევებში და საინჟინრო დარგებში. მისი მეშვეობით ხდება ტალღების, რეზონანსის, ელექტრომაგნიტური ველების და მრავალი სხვა ბუნებრივი პროცესის აღწერა. პირიცხვის დღე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მათემატიკოსებსა და სტუდენტებს შორის. ამ დღეს ხშირად აწყობენ მათემატიკურ შეჯიბრებებს, პიის დამახსოვრების კონკურსებს, ლექციებს და რაც ყველაზე სახალისოა, აცხობენ პის, ტორტებს, რაც სიტყვების თამაშის სახით ემთხვევა პირიცხვის სახელწოდებას. პირიცხვი უდიდესი მნიშვნელობის მათემატიკური კონსტანტაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც კი ახდენს გავლენას. მისი კვლევა და გამოყენება კვლავ გრძელდება, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მის შეუცვლელობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მე შექმნილი ამ სიმღერის მელოდია პიის მიხედვით, თითოეულ რიცხვს ჰარმონიულ მინორულ სკალაზე ერთი ნოტი მიუსადაგე. მარჯვენა ხელით პიის მიხედვით დაკრულ მელოდიას ვასრულებდი, ხოლო მარცხენა ხელით ჰარმონიებს ვამატებდი. პიის სიმბოლო პირველად გამოიყენა უილიამ ჯოუნსმა 1706 წელს. 1 მილიარდი ციფრი, თუ დაიბეჭდება 12 პუნქტიან შრიფტში, ნიუ-იორკიდან კანზასამდე გაიწვდება. 2010 წლის მდგომარეობით, პიის გამოთვლის რეკორდი შეადგენდა 5 ტრილიონ ციფრს, რაც 5000 ჯერ მეტია ვიდრე წინა რეკორდი. პიის ციფრები არასდროს მეორდება, თუმცა ისინი არ არის შემთხვევითი. ეს ნიშნავს, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი შესაძლო რიცხვთა კომბინაცია სადღაც პისში აუცილებლად არსებობს. მაგალითად, შენი კონტაქტების ყველა ტელეფონის ნომერი სწორად მიმდევრობით. მაგრამ მათ იქ არსებობას მათემატიკურად ვერ დავადასტურებთ, სანამ რეალურად არ ვიპოვით. შენ შეგიძლია თავად მოძებნა პიის პირველი 200 მილიონი ციფრი აქვს. Wolf Engine at პიის დღე ყოველდღიურად 14 მარტს აღინიშნება. 3.14 2015 წელს ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა იქნება. პირველი 10 ციფრი წარმოდგენილი იქნება თარიღსა და დროს 3.14 დილის 9:26 53 საათზე. იმავე წამში ასევე იქნება ერთი კონკრეტული მომენტი, როდესაც ყველა ციფრი წარმოდგენილი იქნება.